პავლე მოციქულისა წიგნი ეფესელთა მიმართ, თავი მეხუთე. იყვენით უკვე მობაძა ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყვარელნი. დავიდოდეთ სიყვარულით, ვითარცა ქრისტემან შემიყვარნა ჩვენ და მისცა თავითვისი ჩვენთვის შესაწირავად და მსხვერპლად ღმრთისა, სულად და სულნელად, ხოლო სიძვაი და ყოველი არაწმინდებაი, გინა ანგარებაი, ნურცაღა სახელ ედებინ თქვენ შორის, ვითარცა შვენის წმინდათა და საძაგელებაი და სიტყვაი სიცოცხლისაი გინა ლაღობაი, რომელი არა ჯერ არს, არამედ უფრო ისად მადლობაი. და ესემცა უწყით რამე თუ ყოველსა მეძავსა და არაწმინდასა და ანგარსა, რომელ არს კერპთ მსახური, არა აქუს მკვიდრობა სასუფეველსა ქრისტესა და ღმრთისასა. ნუცავინ გაცდუნებს თქვენ ცუდითა სიტყვითა, რამე თუ ამისთვის მიიწევის რისხვაი ღმრთისაი, ნაშობთა მასზე და ურჩებისათა. ნუ უკვე იქნებით მსგავს მათთა, რამე თუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწნათელ ხართ უფლისა მიერ, ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ, რამე თუ ნაყოფი სულისაი ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა. გამოიცადეთ რა იგი არსად ნოუფლისა და ნუ თანაეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფრო ისღა ამხილებდითცა, რამე თუ რა იგი ფარულად იქმნების მათ მიერ საძაგელარს სიტყვადცა, ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამე თუ ყოველივე განცხადებული ნათელარს, რომლისათვის იტყვის, განიღვიზე, რომელსა გეგძინავს და აღდეგ მკვდრეთით და განგანათლოს შენ ქრისტემან. ეკრძალებოდეთ უკვე ვითარძი განკრძალულად ხვალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი. გამოიფრდიდით ჟამთ, არამედ თუ დღენი ბოროტნი არიან. ამისთვის ნუ იყოფით უგუნურ, არამედ გულისხმა ჰყოფდით რა იგი არს ნებაი უფლისაი. და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლით არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. იტყოდეთ თავთათვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა. უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა. ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათვის სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ღმერთსა და მამასა. დაემორჩინენით ურთიერთარს შიშითა ქრისტესითა. ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩინენით ვითარცა უფალსა. რამე თუ ქმარი არს თავი ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავარს ეკლესიისა და იგი თავადი არს მაცხოვარი გვამისაი. არამედ ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებული არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესიაი და თავითვისი მისცა მისთვის. რაითა იგი წმინდა ჰყოს, განწმინდა საბანელითა მითწყლისაითა და სიტყვითა, რაითა წარუდგინოს თავად მან თავსა თვისსა დიდებულად ეკლესიაი, რაითა რა ქუნდეს მწიკვლევანებაი, არცა ნაოჭ ბრძვილისა, არცა სხვაი რა ესევით არის, არამედ რაითა იყოს წმინდა და უბიწო. ესრეთ ჯერ არს ქმართაი ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთაი, რამე თუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს. რამე თუ არავინსა და თავი თვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებენ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა. რამე თუ ასონი ვართ გვამისა მისისანი, ხორცითა მისთაგანი და ძვალითა მისთაგანი. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორცს. საიდუმლო ესე დიდარს, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა. განა თქვენცა კაცად კაცადმან თვისი ცოლი ეგრეთ შეიყვარეთ, ვითარცა თავი თვისი, ხოლო ცოლსა მას რაითა ეშნოდის ქმრისა.